ახლა ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. რჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. ამ სიტყვებით ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობაც, პარტიაც და ქართული პოლიტიკაც უკვე მეორედ დატოვა. საქმიანობის გაგრძელებას ის კერძო სექტორში გეგმავს, თუმცა პოლიტიკაში არც მესამე დაბრუნებას გამორიცხავს. ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. საზოგადოებისთვის 25 აპრილს გამოცხადებული გადაწყვეტილება ღარიბაშვილის თქმით გუნდის სხვა ლიდერებთან შეთანხმებული ბევრად ადრე აღმოჩნდა. მიზეზად კი ქართული ოცნების ყოფილმა ხელმძღვანელმა სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების პირნათლად შესრულება დაასახელა. მე ნამდვილად მიამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე. გუნდთან ერთად ბევრი საქმეს გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძლე და მოვახერხე. უფლის შეწევითა და წყალობით პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. პოლიტიკიდან მეორედ წასულ ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ყოფილი თანაგუნდელები საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში გამსაზღვრელსა და ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტისგან მხსნელს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იყო ზეწოლა, ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩი, ყოფილი ელჩი, პირადად იყო ჩართული ამ ზეწოლაში, რომ საქართველოს წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან და ახლა როცა ადამიანმა ამ ზეწოლას და ამ წნეხს და მოთხოვნებს გაუძლო, მე მგონი ამითი დაამტკიცა და ზუსტად ამიტომაც ამ თვისების გამო იყო, რომ გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ ამ წნეხს. ის რომ ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნებული, ის რომ კვლავ დედები არ შეიმოსნენ ძაძებით, ამაში არის ირაკლი ღარიბაშვილის ქართული ოცნების ხელმძღვანელობის დამსახურება. ვიდრე ქართული ოცნების ყოფილ თავმჯდომარეს მმართველი პარტიის წევრები გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდიან, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დასალურ სანქციებსა და პარტიაში არსებულ კრიზისს თავი აარიდა. ღარიბაშვილმა გადაირჩინა თავი, ეს არის თავის გადარჩენის მცდელობა და იმ მილიონების გადარჩენის, რომელიც მან მოპარა წლების მანძილზე ქართული ოცნების სახელით ქართულ ხალხს და ასევე სურვილი, რომ მას და მის ოჯახის წევრებს შეეძლოთ დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში შესვლა, მოგზაურობა, სწავლა-განათლება და ცხოვრება. ივანიშვილის გუნდი დღეს არის ჩაძირული გემი, რომლიდანაც გარბიან ადამიანები სანქციების შიშით, მათ არ უნდათ რომ აიღონ პასუხისმგებლობა იმ რუსულ საქმეზე, რომელსაც აწარმოებს ბიძინა ივანიშვილი. ცხადია, რომ ქართული ოცნება არის რღვევის პირას და ამ ყველაფერს ფუთავს საკადრო გადაადგილებებით, საკადრო ცვლილებებით, განახლების ყალბი, ფარსი პროცესით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ძალაუფლება პირიქით უფრო კონსოლიდირებული ხდება ივანიშვილის და ივანიშვილის დავალებების შემსრულებელ ირაკლი კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებს შორის. 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაცია, 2008 წლის აგვისტოს ომის პროვოცირებაში ყოფილი ხელისუფლების დადანაშაულება. ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის სახელს მის მეორედ გაპრემიერებას უკავშირდება. თუმცა მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჩაიწერა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის დაგეგმილზე ადრე შეტანა და კანდიდატის სტატუსის მიღება. ნაბიჯები, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე, ასევე მის მიერ პრემიერობის პირველი ვადისას ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების გაგრძელებად იქცა. მმართველი პარტიის ოპონენტთა ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას 2024 წლის 28 ნოემბერს მისი მემკვიდრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას უკავშირებს, როცა ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის დაწყება სულ მცირე 4 წლით გადაავადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებებს ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფუძვლო უწოდა და უკვე ყოფილ თანაგუნდელებთან ნებისმიერი ტიპის დაპირისპირება გამორიცხა. ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ ჯერ კიდევ უცნობი რჩება, ვინ ჩაანაცვლებს ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე.
გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ სპეციალურად მოწვეულ ყრილობაზე უნდა მიიღოს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებებს.